მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ყველას. პირველ რიგში მინდა დავიწყო ახალი შემოთავაზებით. ვფიქრობ, რომ ძალიან შედეგიანი და ბევრის მომცემ იქნება ეს შემოთავაზება მათთვის, ვისაც სჭირდება ეს ყველაფერი. შეეხება შემოთავაზება მეტაფორულ ბარათებს და ტაროს ერთად. თქვენ იცით, რომ მეტაფორული ბარათები და ტარო არ არის, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე. კი, ორივე ბარათებია, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა დანიშნულება აქვს. განსხვავება ესე მარტივად რომ ვთქვა, არის ის, რომ ტაროს თუ აქვს მაინც თავისი ახსნა განმარტებები, მეტაფორულ ბარათებს ამ შემთხვევაში არ აქვს ესეთი კონკრეტული ახსნები. თითოეულ ბარათს აქვს თავისი, ანუ სხვადასხვანაირი შეხედულობა. ყველა ადამიანი, დაუშვათ ერთი ადამიანი ამას რომ უყურებს, აღიქვავს სხვანაირად, მეორე ადამიანი აღიქვავს სხვანაირად, მეორე ადამიანს სხვა ემოციები უფლება, იმას სხვა ემოციები და ასე შემდეგ. ხო, აი განსხვავება ზუსტად ეს არის, რომ მეტაფორულ ბარათებზე თქვენ რა ემოციასაც განიცდით და რა ემოციით შეხედავთ და რა ინსაიტიც მოგივათ აი ამ ბარათების ყურებისას, ის არის თქვენი პასუხი. ტაროს შემთხვევაში ვიცით, რომ ტარო თვითონ გვაძლევს ამ პასუხებს. და რაც შეეხება ამ შემოთავაზებას, იქნება ასეთი. სესია მიმდინარეობს დავგეგმე, რომ იყოს ასეთი, ორივეს გამოვიყენებ სესიის განმავლობაში, მეტაფორულ ბარათებსაც და ტაროსაც, მაგრამ იქნება შეიძლება ერთ სესიაში ორივე ერთდროულად გამოვიყენო, ან იყოს ისე, რომ ერთ სესიაში მხოლოდ მეტაფორული ბარათებით ვიხემძღვანელო და მეორე სესია იყოს ტაროს ბარათებით. გააჩნიეთ თქვენს პრობლემურ საკითხს, რა საკითხით მომართავთ და როგორც წავა სესია, იმის მიხედვით განისაზღვრება ეს ყველაფერი. და უმეტესად ადამიანები, ვინც ხართ ახლა ვისაც გაქვთ მძიმე ემოციური ფონი აი ამ წუთას, უმეტესად ეგეთ ადამიანებს გირჩევთ, რომ მომართოთ, იმიტომ რომ მეტაფორული ბარათები აი ამ შემთხვევაში უმაგრესად და ძალიან შედეგიანად მუშაობს და რატო გეტყვით? უმეტესად ხდება ისე, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მძიმე ემოციური ფონი, მათ გარშემო არავინ არ არის ისეთი, ვისთანაც დაჯდება, ასე ვთქვათ, და დაიცლება ბოლომდე ყველაფერს იტყვის, რაც უნდა და აი ამოიღებს თითქოს ამ ემოციას და გათავისუფლდება. ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი, ან შეიძლება ყავთ გვერდით ადამიანები, ვისაც ენდობიან, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ იხსნებიან მათთან. რაღაც მაინც არსებობს ისეთი უნდობლობის მომენტი, ხო, ადამიანებს შორის. და ჩვენ, კოუჩები, ფსიქოლოგები, ვარსებობთ იმისთვის, რომ აი ესეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ბოლომდე გაიხსნან და ბოლომდე დაიცალონ ჩვენთან აი ამ ემოციებისგან და ზუსტად აი ამაში შეგიწყობთ ხელს ეს ბარათები. ეხლა შეიძლება ცოტა ვერ აღიქვავთ, თუ არ გიმუშავიათ ამ ბარათებთან. ეს არის მინიშნებების ბარათი და აქეთ მაქვს ემოციების ბარათები. მაგრამ როდესაც უკვე დავიწყებთ სესიას, ძალიან კარგად მოქმედებს ეს ბარათები ადამიანის ქვეცნობიერზე. კარგად მუშაობს, ძალიან აი ატივტივებს ადამიანის ქვეცნობიერში დალექილ ტკივილებს, ემოციებს და გამოაქვს გარეთ და აი ამით იცლება ადამიანი და ამისგან თავისუფლდება ადამიანი და ეს ხდება ზუსტად აი ამ ბარათების და ჩემი დახმარებით.
ყველას გირჩევთ, ვინც ხართ აი ესეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ამ წუთას და დეპრესიული ფონი გაქვთ და ვერ გიჭირთ მარტო გამოსვლა აი ამ მდგომარეობიდან, გირჩევთ, რომ გაიაროთ ერთი სესია მაინც. ზოგადად სრული კურსი, ასე ვთქვათ, არის 5 სესია, მაგრამ თუ არ გაქვთ და არ აქვთ ადამიანებს ამის შესაძლებლობა, ერთი სესიაც ბევრს ნიშნავს ძალიან და ბევრ ისეთ მიმართულებას მოგცემთ, რაც დაგეხმარებათ, რომ თქვენ თვითონ გამოიჯანსაღოთ შემდეგში თავი, ასე ვთქვათ. და როგორც ყოველთვის მოგიწოდებთ ხოლმე, რომ იზრუნოთ საკუთარ თავებზე, საკუთარ ემოციურ და მენტალურ მდგომარეობაზე, გამოიჯანსაღოთ თავები. აი. მეგონი სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა. გელოდებით ადამიანებს, რომლებსაც გაქვთ ასეთი მდგომარეობა ახლა და გიჭირთ მარტო ამ ყველაფრის დაძლევა, მე და ჩემი ბარათები დაგეხმარებით იმაში, რომ გამოხვიდეთ აი ასეთი მძიმე მდგომარეობიდან. კარგი, დავიწყოთ მაშინ დღევანდელი გაშლა და ვიკითხოთ, რა სიახლე მოდის აგვისტოს თვეში თქვენთვის, ვინც აი ამ ვიდეოს უყურებთ. რა სიახლე მოდის აგვისტოს თვეში. ჯერ გავიგოთ, ვინ უყურებს ამ ვიდეოს, ვინ ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე. გავიგოთ. ვინ ხართ თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. ვიტყოდი ასე, ამ წუთას ადამიანები, რომლებიც ეხლა მიყურებთ, უმეტესად რეზონირდება მათზე, ვინც თავს გრძნობთ მარტო, ვინც ხართ სადმე გზაზე წასული, ვინც ხართ საზღვარგარეთ, შეიძლება იყოს ესეც. ქალბატონები, რომლებიც ისწავლეს ემოციების გაკონტროლება, ან გაკონტროლება კი არა, უფრო იცი როგორი რაღაც მოდის, რომ ქალბატონები, რომლებმაც დაასრულეს ურთიერთობა, გატრიალდნენ ამ ურთიერთობიდან, თუმცა აქვთ ისევ ეს ემოციური ფონი, აქვთ ისევ ეს გრძნობები შემორჩენილი, ვერ ვიტყვი, რომ ცუდად გრძნობთ თავს, მაგრამ მარტო სულად გრძნობთ, შეიძლება ეს იმისგან არის გამოწვეული, რომ არ იმყოფებით იქ, სადაც ცხოვრობთ რეალურად და შეიძლება იმიგრანტი მიყურებს ვიღაცა, ან უბრალოდ საზღვარგარეთ ხართ წასული, საკმაოდ ისეთი გაორებული მდგომარეობა გაქვთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვერ გადაგიწყვეტიათ რა გააკეთოთ. აი ესეთი პიროვნებები მიყურებთ ახლა. ან ვინც საზღვარგარეთ არ ხართ, შორს დაიჭირეთ თავი იმ ადამიანისგან, ვისგანაც წამოხვედით. აი ესეც რეზონირდება. კარგი, რა სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში? აგვისტოს თვეში, გავიგოთ. სვიბა კარტები.
ასევე დავამატებ იმას, რომ რადგან თასების დედოფალის პოზიციაში ამოხვედით, საკმაოდ ისეთი დედობრივი ეს აქვთ ხასიათი, დედობრივი ფიგურა ხართ, ასე ვთქვათ, ზრუნველი ძალიან და ყურადღებიანი, ესეთი ქალი ხართ, ესეთი ქალები მიყურებთ ახლა. ამ გაშლას უყურებთ ესეთი ადამიანები. კარგი, რა შემოდის, რა და კარგი და სასიამოვნო სიახლე შემოდის აგვისტოს თვეში თქვენს ცხოვრებაში. ძალიან კარგი და საინტერესო. ვიტყოდი რას, აქ რაღაცა ძალიან სერიოზული ხდება, მეგობრებო. ანუ შეიძლება ვიღაცები საკმაოდ ისეთ ფაზაში ხართ ცხოვრების სიტუაციაში ხართ ისეთში, რომ აი რაღაცა ქორწინებაზე, დაოჯახებაზე არის საუბარი. და წეღანაც ვახსენე საზღვარგარეთი, ხო, რაღაცა სიშორეს მიჩვენებს, ანუ თქვენს და თქვენს პარტნიორს შორის, მოკლედ, და ეს სიშორე ძალიან სწრაფად დასრულდება. ვიღაცებს შეიძლება ეს ინტერნეტ კონტაქტიც გაქვთ. სხვათა შორის ამასაც ვიტყვი, ინტერნეტ კავშირი გაქვთ და აი ეს ძალიან სწრაფად იცვლება. და თქვენთან, აი თქვენს ცხოვრებაში, თქვენში მოდის როგორი მდგომარეობა, იცი, აი ეს წეღან ხომ თქვენი აღწერილობა ვთქვი, რომ აი ესეთი დედობრივი და მზრუნველი და ყურადღებიანი ფიგურა ხართ, ხო? ასევე აი ეს ყველაფერი მოგიტანთ, აი ეს ცვლილებები, სწრაფი ცვლილებები მოგიტანთ ძალიან დიდ თავდაჯერებულობას. ახლა ვისთან როგორ, ხო, არ ვიცი, ვიღაცასთან შეიძლება პირადზე რეზონირდეს ისე, რომ ან თქვენ ჩამოხვალთ, ან ადამიანი თუ არის თქვენგან წასული შორს სხვა ქვეყანაში, ის ჩამოვა. აი რაღაც ესეთი სიტუაცია არის და საკმაოდ თავდაჯერებული და ესეც ქალად იგრძნობთ თავს. კარგი, კიდევ რა სიახლე შემოდის, რაღაც უფრო ჩავშალოთ. კიდევ რა სიახლე, რა დადებითი სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. ხო, აი სრულდება, მეგობრებო, აი ეს მარტოობის შეგრძნება, რაც თავში გითხარით, აი ახლა მარტო რომ გრძნობთ თავს რაღაცეთ მარტო სულად, აი ეს სრულდება და შემოდის თქვენს ცხოვრებაში ახალი დასაწყისები. იცი რა, არ ვიცი, ახლა თქვენ საკითხს მოარგეთ, ხო? რაღაცა იყო ისეთი, რისგანაც აი ბევრს ვერ იღებდით, მაგრამ საკმაოდ ბევრი დაბრკოლებების ხარჯზე წინ წავიდა ეს სიტუაცია და თქვენ სხვათა შორის არჩევნის წინაშე დადგებით. ხო. აქ უფრო უკვე წავიდა უფრო სიტუაცია რაღაცა ურთიერთობებისკენ, ვისაც ურთიერთობაში გაქვთ ეს სიშორე, თქვენს მოდის ადამიანი, მოკლედ, რომელთანაც გქონდათ ესეთი კონფლიქტური სიტუაცია და მოდის საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებით. აი, წეღანაც ხო ვახსენე, რომ რაღაცა ქორწინება, რაღაც ნიშნავ, აი ესეთი სიტუაციები ხდება თქვენს ცხოვრებაში
ძალიან სერიოზული ნაბიჯებით მოდის ეს პიროვნება. კარგი, კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში ამ აგვისტოს თვეში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. ვინც იყავით გულგატეხილი, დეპრესიულ მდგომარეობაში, მეგობრებო, აი ეს და ვერ გამოდიოდით თითქოს აი ამ მდგომარეობიდან. სხვათა შორის ძალიან არ ვიცი ხა ეს რომ ვის რეზონირდება, მაგრამ საკმაოდ მძიმე ემოციური ფონი გაქვთ ეხლა. აი რაღაც მთვარეში, აი დამთვალულები დადიხართ, ჩვეულებრივად გაურკვეველ კარმულ სიტუაციებში ხართ, ჩვეულებრივად მიჯაჭვული ადამიანზე, მიჯაჭვული ფიქრებზე, განცდებზე, აი რაღაც ძალიან რთულ სიტუაციაში. და აი ეს ყველაფერი სრულდება თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო. აი აბსოლუტური ტრანსფორმაცია ხდება თქვენი ცხოვრების. არ ვიცი ეს კონკრეტულად ვის ეხება, ვიღაცა კონკრეტულ შეიძლება ყველას არა, მაგრამ რამოდენმეს ვინც მიყურებთ, გეხებათ ეს, რომ ხართ ამ წუთას ძალიან რთულ მდგომარეობაში, რთული ემოციური ფონი გაქვთ, დეპრესიული, ვიღაცებს შეიძლება ღამეც არ გრძინავთ და აი აგვისტოს თვეში რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებთ სწრაფად და აი აბსოლუტურად შეიძლება თქვენი ცხოვრება, აი რაღაცა ერთ მხარეს თუ იყო, მეორე მხრით დაინახავთ თქვენს ცხოვრებას და შემოდის თქვენს ცხოვრებაში აბსოლუტური სტაბილურობა. აი ის ზუსტად თავში რაც ვთქვი, მეგობრებო, რომ გატრიალებულები ხართ აი ამ გრძნობიდან, მაგრამ ისევ გაქვთ გრძნობები, აი სავარაუდოდ ლაპარაკია აი ამ საკითხზე. ვიღაცასთან შეიძლება იყოს პირად ურთიერთობებზე საუბარი და ვიღაცასთან კონკრეტულ სხვა პიროვნებაზე, ან კონკრეტულ სიტუაციაზე, ვითომ დაანებეთ თავი ამ ყველაფერს ხელი ჩაიქნიეთ, მაგრამ შანსი ისევ გააქვთ ამ ყველაფერში. შანსი მოგეცემათ აუცილებლად აი ამ აგვისტოს თვეში და ეს გამოგიყვანთ აი ამ მდგომარეობიდან ზუსტად და შანსი უბრალო ესეთი რაღაცა მწირი შანსი კი არ იქნება, ძალიან დიდი. აი იფიქრებთ რომ ეს არის უფლისგან მოცემული შანსი, აი რაღაცა ესეთი. და აი კიდევ ერთი ტუზი ამოვიდა, აბსოლუტური ახალი ფურცლიდან დაიწყებთ თქვენს ცხოვრებას. და ეს იქნება წეგან ხო ვახსენე კარმული სიტუაციები გაქვთ მეთქი, თქვენთვის სამართლიანი იქნება უკვე ეს მდგომარეობა, ანუ დაიმსახურეთ ეს ყველაფერი, თქვენ რაც მოგეცემათ ახლა აი ამ აგვისტოს თვეში და რომ გამოხვალთ აი ამ მდგომარეობიდან, ეს იქნება თქვენთვის სამართლიანი. შეიძლება ცოტა დროში გაიწელა და დიდხანს ელოდებოდით აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, მაგრამ გამოხვალთ და იქნება სამართლიანი თქვენთვის, ანუ სამყარო სამართლიანად დაგიბრუნებთ ვალებს, ასე ვთქვათ. რაც გაეცით, ის დაგიბრუნდებათ. გამოხვალთ აი სტაგნაციური, გაჩერებული მდგომარეობიდან, სადაც იყო ეჭვები, შიშები, აი უსაფუძვლო შეიძლება, მაგრამ უკვე ისეთ მდგომარეობაში იყავით, რომ ყველაფერზე ფიქრობდით და ყველაფერში ეჭვი გეპარებოდათ, გამოხვალთ და აი აბსოლუტურ ჰარმონიას, აბსოლუტურ არ ვიცი, შინაგან ჰარმონიას იგრძნობთ, მოკლედ და ეს იქნება სხვათა შორის ვერ ვიტყვი რომ მარტო გააკეთებთ ამ ყველაფერს, რაღაც აი ან მეგობრები დაგეხმარებიან ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში, ან ოჯახის წევრები ყავთ ისეთი, ვინც გისმენთ და ვისი რჩევებიც მოქმედებს თქვენზე, ან
შეიძლება წახვიდეთ coach-თან ან ფსიქოლოგთან და ის დაგეხმაროთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. ყოველ შემთხვევაში გადადიხართ აბსოლუტურად შინაგან ჰარმონიულ მდგომარეობაში. კიდევ რას მოგიტანთ ეს აგვისტო, რა სასიამოვნო სიახლეს მოგიტანთ? თქვენს